გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია მადრიდის რეალის წინააღმდეგ და PSG-ს სატრანსფერო გეგმები. ლიონმა ფეხბურთელები სასწრაფოდ უნდა გაყიდოს. რა ხდება მიქაუტაძის თავს? თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. დამიფასე შრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ჩვენ კინელი ნაბიჯებით 95,000 გამომწელისკენ მივიწევთ. ამიტომ თუ ახალი ხარ თხოვნა დამით მოიწამი და გამოიწერო არხი. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სპორტინგმა ქოჩოლაშვილი წარადგინა. რა განაცხადა ქართველმა? ლისაბონის სპორტინგმა გიორგი ქოჩოლაშვილი ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ნახევარმცველმა დღეს პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ოფიციალური ხელშეკრულებაც გააფორმა. სპორტინგის ვებგვერდზე კი ქოჩოლაშვილის კომენტარიც ვრცელდება, სადაც ის ლისაბონურ გუნდში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს. კაპიტანი ამერიკის ისტორიაში ამბობდნენ, რომ ის სუსტი იყო და მზად არ იყო. შემდეგ კი გარდაქმნეს და სამყარო გადაარჩინა. ხალხს დაეხმარა. როდესაც ამას აღნიშნავ ეს იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ეუბნებიან რომ ისინი გამოწვევებისთვის მზად არ არიან. მე კი მათ ვეუბნები რომ თუ მე შევძელი და თუ კაპიტანმა ამერიკამ შეძლო, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ უნდა გჯეროდეთ, იშრომოთ და დისციპლინა დაიცვათ. როდესაც პატარა ვიყავი, მოცნებობდი რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშ შევძლებდი. ბავშვობაში არ მაძლევდნენ ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურების უფლებას, რადგან ჩვენთან ძალიან გვიანი იყო და ძილი მჭირდებოდა, მაგრამ ახლა უცნებას ავისრულებ. კლუბში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. თითქოს მათი ძმა შვილი ყოფილიყავი. როდესაც ახალ სახლში შედიხარ, თავს სხვანაირად გრძნობ, მაგრამ ერთ-ორ დღეში თავი უკვე მათ ნაწილად მაგზნობინეს. გულშემატკივრებს ვეთქვი რომ ერთად ვისიამოვნოთ, ვიბრძოლოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ. ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. მოდით ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გუნდის წარმატებაში და მჯერა რომ ეს ძალიან ლამაზი იქნება. განაცხადა ქოჩოლაშვილმა. მე კი შეგახსენებთ რომ ქოჩოლაშვილმა ლისაბონის სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება. ზურიკო საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ. რა ხდება დავითაშვილის თავს? ბეშიქტაში ტამი აბრაჰამისა და დავით იურაშეკის დამატების შემდეგ ზურიკო დავითაშვილი შეძენას გეგმავს. თურქული თაქვემის ცნობით, მათ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ისეთი მოთამაშე სურთ, რომელიც პრობლემურ პოზიციას სრულად მოაგვარებს. გასულ სეზონში ამ პოზიციაზე გუნდს ძალიან გაუჭირდა. მათ კი დავითაშვილი საუკეთესო ვარიანტად ესახებათ. აღსანიშნავია, რომ ბეშიქტაშმა დავითაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე გამართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მიმდინარე კვირაში კი თურქული კლუბი მოლაპარაკების განახლებას გეგმავს. დავძენ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეშიქტაშმა დავითაშვილის ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც სენტეტიანის პოზიცია შეიტყო. კერძოდ მწვანეებს ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურდათ. ეს თანხა კი შავ-თეთრებისთვის ძალიან დიდი იყო. თუმცა როგორც იწერება, ახლა სენტეტიანი მზადაა, რომ დავითაშვილი 12 მილიონ ევროთ გაყიდოს. ბეშიქტაში კი ეცდება, რომ სატრანსფერო თანხა 6-დან 7 მილიონამდე შეამციროს. ამიტომ შესაძლოა, რომ მხარეები კონსენსუსამდე მივიდნენ და გარიგება შედგეს. თუმცა სხვა საკითხია თუ რამდენად სურს ზურიკოს თურქეთში თამაში. გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია შესული და ქართველი შემტევის გადასაბირებლად რამდენიმე ევროპული გუნდი იბრძვის. ცოტა ხნის წინ გავლენიანმა გამოცემა Sports Illustrated-მა დაწერა, რომ რამდენიმე კლუბიდან ყველაზე მეტად რომა და ინგლისის პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული სანდერლენდი აქტიურობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ორივე გუნდი ლიონის ხელმძღვანელებთან აქტიურ კავშირზეა და ფრანგულ კლუბში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან. ამიტომ თუ ახლოეს კვირებში ლიონი ფინანსურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, ამის გამო მათ გუნდის ლიდერების გაყიდვა აუცილებლად მოუწევთ. მათ შორის კი რა თქმა უნდა გიორგი მიქაუტაძეცაა. იწერება, რომ ლიონი ქართველი ფეხბურთელის გაყიდვას 20 მილიონ ევროთ განიხილავს. ასევე ფრანგულ მედიაში იწერება, რომ 10 ივლისისთვის ლიონის ანგარიშზე 100 მილიონი ევრო უნდა ფიქსირდებოდეს. ამის გარდა კი მათ კიდევ 100 მილიონი ევრო გარანტიების სახით უნდა წარადგინონ, რომ ეს თანხა კლუბს მთლიანი სეზონის მანძილზე ექნება. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ამ რეგულაციებს შეასრულებენ. ამისათვის კი ტრანსფერების სწრაფად განხორციელებაა საჭირო. მათი მთავარი იმედები კი გიორგი მიქაუტაძე და მალიკ ფოფანა არიან, რომელთაც მსურველები რა თქმა უნდა არ აკლიათ. როგორც იწერება, გუნდში აფექტური სიტუაციაა შექმნილი და ვითარების დარეგულირებას ძალიან სწრაფად ცდილობენ. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც მოგეხსენებათ, 5 ივლისს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში PSG მიუნხენის ბაიერნი 2-0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. კვარაცხელიამ კი მინდორზე 84 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებას დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიასა და თავისი თანაგუნდელების შემდეგი მეტოქე მადრიდის რეალი იქნება, რომელმაც ბორუსიას დორტმუნდი
დორმუნდი 3-2 დაამარცხა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართველ შემტევს თავის ოსნების გუნდთან ორჯერ აქვს ნათამაშები. ბოლოს კი ეს 2023 წლის 30 ნოემბერს მოხდა, სადაც მადრიდელებმა სანტიაგო ბერნაბეუზე 4-2 გაიმარჯვეს. მანამდე კი ამ გუნდებს შორის მატჩი 3 ოქტომბერს ვიხილეთ, სადაც სამეფო გუნდმა 2-3 იმარჯვა. ხვიჩამ კი ამ ორ თამაშში თავის აგოლე მოქმედებებით ვერ დაგვამახსოვრა. კვარაცხელიასა და რეალ შორის კი მორიგი ჯახის 9 ივლისს ჩვენი დროით ღამის 11 საათზე დაიწყება. ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ამ ყველაფერთან ერთად კი PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მორიგი ისტორიული და დასაფასებელი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ მადრიდის რეალთან მატჩთან დაკავშირებით პარიზულმა გრანდმა დასაფასებელი ქმედება განახორციელა. მისი გადაწყვეტილებით გუნდის ყველაზე ერთგული კომაგები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალზე იქნებიან მიწვეულნი. გულშემატკივრებს კი დაუფინანსდებათ ფრენა, ტრანსფერი, სასტუმრო და მატჩის ბილეთები. ამასთანავე თუ PSG ფინალში გავა, ისინი 13 ივლისს ტურნირის ფინალსაც დაესწრებიან. ეს კი PSG-ს პრეზიდენტის მხრიდან მორიგი დასაფასებელის აქციელია, რაც კომაგების სიყვარულს პარიზული კლუბისადმი კიდევ უფრო გააღვივებს. ახლა კი მცირედით შევეხოთ PSG-ს სატრანსფერო გეგმებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს. როგორც საფეხბურთო გამოცემა ESPN-ი უწყება, Paris Saint-Germain მადრიდის რეალიდან ტრანსფერზე მუშაობს. კერძოდ ფრანგული კლუბი როდრიგო გოეშის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც თავისი სათამაშო დროით ძალიან უკმაყოფილოა. ეს ყველაფერი კი არც შაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ შეიცვალა, ამიტომ ბრაზილიელი დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. როდრიგომ სამეფო კლუბის დატოვების სურვილი უკვე რამდენჯერმე გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ როდრიგო რეალში ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, თუმცა ის მარცხენა ფლანგზე ბევრად უფრო ეფექტური იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 24 წლის შემტევი PSG-ში კვარაცხელიას პირდაპირ კონკურენტად მივა. ალბათ დამეთანხმებით, რომ პარიზული კლუბის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ გაუგებარია, რადგან ლუის ენრიკეს ბევრი შემტევი დაუგროვდა და რთულად წარმოსადგენია თუ როგორ შეძლებს ესპანელი სპეციალისტი ამდენი შემტევის ერთად შეთამაშებას. მით უმეტეს, რომ გუნდში არ არის ცენტრფორვარდი, მსგავსი ტიპის ფეხბურთელის დამატება უფრო იქნებოდა მიზანშეწონილი, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და უცნობია თუ საცურს კარიერის გაგრძელება თავად როდრიგო გოეშს. დონარუმას მოსთხოვეს ბოდიში მოიხადა. რა მოხდა Paris Saint-Germain-ისა და Bayern-ის მატჩის შემდეგ? ჩაშლილი ტრანსფერი და სასოწარკვეთილი ბარსას ხელმძღვანელობა. როგორც მოგეხსენებათ, ნიკო ვილიამსმა ატლეტიკ ბილბაოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ბარსაში თითქმის შემდგარი ტრანსფერი ჩაშალა. ესპანურ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მითქმა-მოთქმის დროს ნიკომ თავის ახლო მეგობარსა და ბლაუგრანას ფეხბურთელს ლამინ იამალს აცნობა, რომ ტრანსფერი 100%-ით შედგებოდა. ვილიამსის გეგმის მიხედვით მას ბარსას ფორმა უნდა მოერგო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა. ესპანელმა ფეხბურთელმა სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი კი არც ბარსას ხელმძღვანელობას აცნობა და ბილბაოსთან კონტრაქტი კიდევ 10 წლით გაახანგრძლივა. ამ ყველაფერმა კი ბარსას სატრანსფერო გეგმები თავდაყირა დააყენა. მოგეხსენებათ, ბარსა ლუის დიაზის ტრანსფერზე მუშაობდა, მაგრამ საქმეში მოულოდნელად ნიკო ვილიამსი გამოჩნდა, რომელმაც თავისი თავი ბარსას შესთავაზა და ეს სატრანსფერო საგა ხელახლა დაიწყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ტრანსფერი ჩაიშალა, ბარსა კვლავ ლუის დიაზის ტრანსფერს მიუბრუნდა, მაგრამ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ახლა უკვე თავად თქვა ამ ტრანსფერზე უარი და კარიერას Bayern-ში გააგრძელებს. ახლა კი ბარსას ერთადერთი ვარიანტი მარკუს რეშფორდია. აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი რაშფორდის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ არა პრიორიტეტად. გერმანელი სპეციალისტი უფრო სხვა სტილის ფეხბურთელს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ინგლისელი შემტევი ბარსას რადარზე რჩება. ამიტომ ნახოთ თუ კიდევ რა სიახლე გავრცელდება ამასთან დაკავშირებით. მიუნხენის Bayern-ის ყოფილმა ფეხბურთელმა რაფინიამ Paris Saint-Germain-თან გამართულ მატჩსა და ჯამალ მუსიალას ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, გერმანელი შემტევი ჯანლუიჯი დონარუმა შეეჯახა და სერიოზული დაზიანება მიიღო. არ შეიძლება თქვა, რომ დონარუმა მუსიალას ტრავმა განზრახ მიაყენა. განზრახ უხეშობა არ ყოფილა და ასეთი ეპიზოდებისას უმეტეს შემთხვევაში ფეხბურთელები დაზიანებებს არ იღებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ Bayern-ის მოთამაშეები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. მათ ნახეს, რომ მუსიალამ სერიოზული ტრავმა მიიღო და მათი მოლოდინი იყო, რომ დონარუმა ბოდიშს მაინც მოიხდიდა. Bayern-ის ფეხბურთელები Paris Saint-Germain-ის გასახდელში მივიდნენ და დონარუმას უთხრეს, რომ მიუნხენელთა გასახდელში შესულიყო და ბოდიში მოიხადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არაფერი ყოფილა, მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადა. განაცხადა რაფინია. მე კი შეგახსენებთ, რომ ბილდის ინფორმაციით მუსიალა 4-დან 5 თვეს გამოტოვებს. ფეხბურთელი კი მინდორს ნოემბრის დასაწყისში ან დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.